მოგესალმებით მეგობრებო და დღეს ჩვენ გადავიღებთ კვლავ FC Mobile-ის ვიდეოს. დღეს მე შევიძინე ერთ-ერთი ქართველის კარდი, რომელიც არის ჟორჟ მიქაუტაძე, რომელიც არის სტრაიკი. და ასე გამოიყურება ახლა მისი დადები. ეს არის 104-ვერიანი კარდი, რომელიც არის 4-ჯერ დარანკული. შევიძინე მარკეტიდან, რა თქმა უნდა, ის ჩემს გუნდში ვერ დარჩება, რადგან საკმაოდ დაბალოვერიანია, მაგრამ მაინც 104-ვერიანი კარდისთვის მშვენიერი სტატები აქვს ჩემი აზრით. ფეისი 155, შუტინგი 153, 103 პასინგი, 156 დრიბლინგი, 116 ფიზიკალი. მშვენიერი სტატები აქვს ჩემი აზრით, ყველა სტატი მშვენიერია. ორი სკილი რაც მომეცა კარდის skill point-ებიდან ორი გავუშვი შუტინგზე და ორი dexterity-ზე, რომლითაც მოახერხე რომ ფიზიკაც ამეწია, დრიბლინგიც, შუტინგიც, ფეისიც, ყველა ეს სტატი აუწიე ამ ჩვენს კარდს. ხო, მის მეორე სტრაიკზე რაც არის დავაყენე კვარაცხელია, ეს ახალი ფორმაციაა. გუნდის თავარი ფორმაცია არ არის, მაგრამ როგორც ვიცი, ეს ფორმაცია ჰიდისთვისაც და ასევე მენეჯერის რეჟიმისთვისაც ძალიან გამოდგება. ისე ძირითადი ფორმაცია ეს არის ჩემი გუნდის. და ძირითადად დარჩება, მაგრამ ესეთი ბევრი ფორმაციები გავაკეთე, რომლებიც კარგი იყო ჰიტი და მენეჯერ მოულში, რადგან გავბრაზდი, რადგან ის ძირითადი ფორმაციისთვის გაძლიერებისთვის ყველაფერი გავაკეთე, კამბიასოც ვიყიდე. და მაინც რატომღაც ვერ მივდიოდი წინ, ისე როგორც უნდა წავსულიყავი მენეჯერის რეჟიმში, შევცვალე ფორმაციები და ამით მივაყწიე ლეგენდარი 2-ს, პირველს, მაგრამ ახლა ცოტა ჩავქვეითდი დაბლა და ლეგენდარ 2-ზე ვარ. მაგრამ ვაპირებ, რომ FC ჩემპიონამდე მივიდე. ვერს ატაკში ეს უკვე მოახერხე. ჩემი აზრით ძალიან კარგადაც მოახერხე ეს რომ მივსულიყავი FC ჩემპიონამდე. ხო, ხედავთ აქ ძალიან ცოტა მაკლია, ლეგენდარი 2-ზე ვარ, ლეგენდარი 1-ზეც ვიყავი. იმედია დღეს ავალ FC ჩემპიონზე. მოდი ახლა დავიწყოთ თამაში, მოვუძებნოთ ოპონენტი. იმას ვიტყვი კიდე, რომ ამით ქოინების ცოტა დავხარჯე. არა დავაგროვებ ქოინებს, რა თქმა უნდა, როცა ავალ რაღაცა გაყიდვად ქარტს დავაგდებ, ლეგენდარი FC ჩემპიონზე ასვლისას დავაგდებ, რა თქმა უნდა, გაყიდვად ქარტს და იმედია ძვირი იქნება, რომ გავყიდი, მინდა რომ კამბიასოს ეს და 4-ჯერ დარანკული ქარტი გავყიდო და შევიძინო 5-ჯერ დარანკული ქარტი, რაც ჩემი აზრით ამ ჩემს გუნდს და თვითონ ამ ქარტსაც ძალიან გაძლიერებს. დაიწყო თამაში და როგორც ყოველთვის კომენტარის გამორთვა ისევ დამავიწყდა. მაგრამ არა უშავს. ჩაუწიოთ. ნახოთ ახლა რა სიძავს ჩვენი ქართული დუეტი შეტევაში. მიქაუტაძე ეგრევე წინ დადგა პოზიციურად კვარაზე. ჩალხანოღლუ, მეტოქეცის კარგი გუნდი ყავს და ვნახოთ რა მოხდება. ხო, და კიდევ მინდა რომ თქვა, რომ ყველაზე მეტად მეხმარებოდა რომ ავსულიყავი მენეჯერ მოულში. მაღალ აქ კარგად ჩაჭრა მიქაუტაძემ, თუმცა ვეღარ გაეკიდა ბულ შემდეგ. ხო, რას ვამბობ, ძალიან დაბეხმარა ერთი კარდი. რაც ავედი იმაზე ასვლაშიც, წინა ფორმაციით დამეხმარა ერთი კარდი. და ეს იყო კვარაცხელიასი. ძალიან ყველაფერს აკეთებდა და ძალიან მაგრად თამაშობდა ეს კარდი. პასებიც, დრიბლინგიც, სკილები ძალიან კაი ქონდა. ამჯერად მიქაუტაძემ ცუდი პასი გააკეთა, თუმცა მიიღო შნეიდერმა, გადაიტანა მარჯვენა ფლანგზე. ზამბროტას ჩაწოდება. კამბიასო მიქაუტაძე დაარტყა და გოლი ვიხილეთ ჩვენი კარდით. ჟორჟ მიქაუტაძის, ჟორჟი. სუპერ. კამბიასომ თავით დაუგდო და შემდეგ ძლიერი დარტყმა, რომელსაც ვერაფერი მოუხერხა მეკარემ. არ მოველოდი ამას სიმართლე რომ გითხრათ. ძალიან კარგად იმოქმედა ახლა ამ კარდმა და ძალიან კარგადაც დაარტყა. ახლა დახო ჩემი დაცვა როგორ იმოქმედებს, იმიტომ რომ დაცვა არაფერს კითხვას არ მიჩენს იმისას რომ შევცვალო, იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოიყურებიან ნეპანი
სწრაფად გვიპასუხა მეტოქე. შვენივრად დაარტყა ჩარხანოღლუ, რომელიც ქარდით ძალიან მომწონდა მე და მინდოდა რომ ივენთიდან ამეღო, მაგრამ ამჯობინე რომ ამეღო რაითი და იმედია შეცდომა არ დავუშვი. ხო, კვარადონა, კინი, კვარა, კამბიასო, შნაიდერი გადააწოდა მიქაუტაძე, ნახოთ რა სიზავს, გადაიტანა ფლანგზე. ნუ მიქაუტაძის ქარდი არის ძალიან აქტიური, ჩემი აზრით. და ძალიან კარგია ეს ყველა ქარდი, როდესაც აქტიურია შეტევაში, შემტევი როცა ქარდი თვითონ კარგია. და ეს უფრო ქარდს უფრო ძვირად ღირებულს ხდის. რა თქმა უნდა, ეს ქარდი იაფია ძალიან, სულ რაღაც 30 მილიონი მივეცი. და ვისაც გინდათ კარგი სტრაიკი, ვისაც ყავთ ცოტა უფრო დაბალ ოვერიანი სტრაიკი, მიქაუტაძის ქარდი რეკომენდაციას ვუწევ მე. ამასობაში დამთავრდა პირველი ტაიმი. ცვლილებებს გადავხედოთ, რომ ეხლა არ შემიძლია არა, ყველა შემტევი მყავს. ნუ შემიძლია რომ მაგალითად გარინჩა დავაყენო შემტევ ნახევარმცველზე. უფრო შეტევით გავხდი ამით გუნდს და ამიტომაც შეიძლება ერთმანეთს ცუდად იმოქმედოს გუნდზე. შეიძლება ძალიან კარგად, მაგრამ შეიძლება ამით ცუდად იმოქმედოს და ამიტომაც ამას არ გავაკეთებ. გუტი 3 ფეხბურთელი დაუდგა და ერთად ძალიან ადვილად დაარჩეს ბუთი. ჰერნანდესი. აუ, რა კარგ პასს აკეთებს ეს ქარდი. აი, ამაზე ვლაპარაკობდი, ჩემი დაცვა არანაირ კითხვას არ მიტოვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი შევცვალო. რადგან ძალიან უმაგრესი პერფორმანსები აქვს, განსაკუთრებით კი დი ვინტერს, რომელიც ახლა ძალიან კარგად დადგა ნაიპანი, უფრო სწორად, უფრო სწორი გამოთქმა ამ ქარდის, კი არა, ამ ფეხბურთელის სახელის ნაიპანი. მიქაუტაძე. ზამბროტა. თვითონ მიდის ჯერჯერობით. აბა უკან თუ გააკეთებს პას გუტი არა. უკან იდგა არა და მიქაუტაძე სრულიად თავისუფალი და მაგრამ ვერ შენიშნა ის გუტი, ჩაწოდება ამჯერად დეხიამ გამოიტანა. ჩაბრუნება მიქაუტაძე ვნახოთ რა სიზავს. მოიგო ორთაბრძოლა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა. კამბიასო. დიალო. იქ წაიქცა ფეხბურთელი მეტოქის თორემ შეიძლებოდა ძალიან სახიფათო კონცერტებაზე წასულიყო. აი აქ ბრუნიც ძალიან მაგრად თამაშობს უკვე მიქაუტაძე, ვნახოთ რას მოიფიქრებს, დააბრუნა უკან. ძალიან კარგ გამოიყურება ქარდი მიქაუტაძის და ჩემი აზრით ჩემი მთლიანად გუნდი. ხომ ხედავთ, აი დი ვინტერი ძალიან მაგარია. უბრალოდ გადასარევია ეს ქარდი. აბა მიქაუტაძე შვენიერი გადაცემა. ნუ ვერ ვიყრი რომ თლად შვენიერი იყო თქო. ვერ მიიღო კარგად ბურთი შნაიდერმა. ბურნი შვენიერია ჩემი დაცვა. შვენიერი. დასრულდა თამაში 1-1. ხო. მოდი ჯერ მთლიანად ზოგადად ჩემს გუნდზე ვისაუბრებ. მე გადავიდეთ მიქაუტაძის ქარდზე. ამასობაში კი დავბრუნდი ლეგენდარი ერთზე. კარგია. მოკლედ, ჩემი მთლიან გუნდში ძალიან მომწონს უკვე ცენტრალური დაცვა. რადგან არ ვიცი რა მოხდა, თავიდან ძალიან არეული იყო, როდესაც ჰიტ-თუ-ჰიტში და მენეჯერ მოუდში დავიწყე თამაში. ძალიანარეულად თამაშობდა და სივრცეებით ხშირად ჩდებოდა. ეს უბრალოდ თამაშია და წესით ასე არ უნდა იყოს, მაგრამ რაღაცით უკვე ისე დადგა, რომ თავიდან თითქოს ვერ შეეწყო ეს ორი ფეხბურთელის ქარდი ერთმანეთს, რადგან რადამდე არ მითამაშია, დი ვინტერი და ბუნზე ვსაუბრობ. მე შეეწყო და ნამდვილ ცხოვრებაში რო ხდება ხოლმე, თითქოს ისე მოხდა, მაგრამ არა. ალბათ აქამდე ვერ ავლენდნენ იმ სტატებს, რაც ჰქონდათ. სტატების შესაბამის პერფორმანსს ვერ ავლენდნენ. მაგრამ ახლა მშვენივრად გამოიყურებიან და აი ძალიან ბევრ მომენტში გადამარჩინეს და ძალიან კაი ქადები არიან, მე მათაც გაუწევ რეკომენდაციას. თან ხდება ხოლმე მოთამაშე, რომელსაც ზუსტად იგივე აქვს, საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე, რომელსაც დაცვა
ჩემნაირი აქვს, ასევე ბურნი უყენია, ან დევინტერი, ან ორივე ერთად. რადგან ჩემი აზრით ძალიან კაი ქარდები არიან ესენი და ვისაც ტვინი აქვს თავში იცის ეს. და თან იაფიც არის იაფიც იყო უბრალოდ 300 1 პოინტი ღირდა სულ ორივე. სულ 600 მივეცი ორივეში, რა თქმა უნდა. ეს ივენთიდან ავიღე. რაგნაროკ ივენთი უკვე დასრულდა. მაგრამ მაინც ვინც აიღეთ ეს ქარდები, დამიჯერეთ არ ინანებთ. ახლა კი ხო, კიდევ ისე სხვა შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფორმაციები ყველა ძალიან მომწონს და როგორც ხედავ ძალიან კარგია. რა შემიძლია ვთქვა ახლა გიორგი მიქაუტაძის ქარდზე? ძალიან კაი ქარდია, ძალიან აქტიურია თამაშის მომენტში, უშუალოდ. ასევე კარგი სტატებიც აქვს, ფიზიკა მე მომწონს პირადად, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა სიმაღლე არ აქვს, თავით ითამაშა ერთხელ მეტოქის ცველის წინააღმდეგ. და შუთინგი ძალიან კაი აქვს, როგორც იცი, და აი შვენიერი დარტყმა შემოგთავაზა გოლის ეპიზოდში. როდესაც გოლი გაიტანა. დაიგდო და შემდეგ ჰაერიდან პირდაპირ დაავარტყა და ისე ძლიერი იყო, რომ დეხიამ ვერ აიღო. არა და დეხიას ქარდი თუ გამაქცევ ერთ-ერთი საუკეთესოა მთლიან თამაში. და მაინც ამ ქარდის დარტყმის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. ნუ როგორც ხედავთ, მე ახლა ლეგენდარი პირველზე და შესაბამისი მეტოქეც შემხვდა. უძლიერესი მეტოქე იყო, როგორც დაინახეთ და ამ დონეზეც მიულერმა რაღა იყო და მიქაუტაძემ მშვენივრად ითამაშა. სადაც რაითი და მიულერი როცა მიყენია ხოლმე, შეიძლება ასეთი პერფორმანსი არ ქონდეთ და ასეთი აქტიურები არ იყონ, ამიტომაც overall ფეხბურთელის ქარდის მნიშვნელობა არ აქვს ჩემი აზრით. თავარია როგორი პერფორმანსი აქვს და ასევე სტატებს. და ჩემი აზრით მიქაუტაძე არის ამის მაგალითი. იმიტომ რომ ჩემი აზრით მიულერზე ბოლო თამაშებში რაც იყო მიულერი, იმაზე ბევრად უკეთესი პერფორმანსი ჰქონდა მიქაუტაძის. ასეთი იყო ვიდეო. ეხლა კი უნდა დაგემშვიდობოთ. არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.